2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომა მიმდინარეობს. განიხილავენ ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთ საქმეს. ხდომაზე უსმენენ კომპანია მაგნატის მესაკუთრეს ჯემალ ლეონიძეს, ასევე მოусმენენ მის ადვოკატსაც. დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. მეგი ნარსავიძე გვერდება პარლამენტიდან. ჯემალ ლეონიძემ დღევანდელ ხდომაზე დეტალურად გაიხსენა ის საკითხები, რომელიც უკავშირდება მისთვის ბიზნესის წართმევას და ასევე ისაუბრა იმ როლზეც, რაც ამ პროცესში ჰქონდათ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. გაიხსენა ის თუ როგორ ითხოვდა TBC ბანკი მისი კომპანიისგან თანხების დაფარვას და ასევე შემდეგ ბადრი ჯაფარიძესთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა, სადაც მოითხოვეს და სურდათ მათ, რომ შეეძინათ ლეონიძის კომპანიაში წილი. საბოლოოდ ეს პროცესი და ქონებების გადაფორმება დასრულდა იმით, რომ ჯემალ ლეონიძე დააკავეს. ამ დეტალებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ჯემალ ლეონიძე ასევე უპასუხებს დეპუტატების კითხვებს და ასევე დღევანდელ ხდომაზე მოусმენ ადვოკატსაც. ბიზნეს საქმიანობა დაიწყე 90-იან წლებში. მე სრულიად ყველაფრის და ყველას დახმარების გარეშე კანისტრებით დაიწყე საწვავის გაყიდვა. შრომობდი და 2009 წელს გამაჩერეს. აგვისტოს ომამდე საწვავის შემოტანა განვიზრახე რუმინეთიდან. ადამიანი ახლობელი, რომელიც ჩემთან თანხით მონაწილეობდა ბიზნესში, ზალ სამხარაძე, თანხა იმისი იყო, ხო და დაიწვირთა გემი, უნდა შემოვიდეს მაშინდელი ხუთეული, ეგრეთ წოდებული, რომელიც განაგებდა ბენზინის სფეროში შემოტანას და განაწილებას და ყველა პროცედურას, რაც ამ საქმეს უკავშირდებოდა, დაიბარეს ზაზა ქათამაძის ოფისში. ზაზა ქათამაძე იყო მაშინდელი ლუკოილის დირექტორი. და უთხრეს, რომ გაანებოს ლეონიძემ ამ ვიღაცებთან ურთიერთობას, მე ფულსაც მივცემ, გავაფინანსებ, გასამართი სადგურებიც იყიდოს, გააფორთოვოს ბიზნესი, მე მაგის არც კალონკები მინდა და არაფერი, ჩემი ბენზინები გაყიდოს. ეს იყო მაშინდელი შემონათვალი, მაგრამ უკან რა იდგა, ეს უკვე ასე არ განვითარდა საქმეები. სოფლიო ეკონომიური კრიზისია. ქვეყანა მომი გადაიტანა და სექტემბრის თვეში ბანკმა TBC-მ მაშინდელმა მენეჯმენტმა მოითხოვა ჩემი კომპანიისგან თანხების დაფარვა. მაშინ ჩემ კომპანიაში აღმასრულებელი დირექტორად იყო განსხვავებული ნოდარ ხადური. იმისი მეშვეობით მოხდა ეს კომუნიკაცია და რამდენიმე წერილით მიმართა ბატონმა ნოდარმა TBC-ის მენეჯმენტს და არა მარტო TBC-ის, ეს არ გამომჩეს, არ იფიქროს მესვეურებმა, რომ მარტო ჩემზეა გადმოტანილი აქცენტიო. ყოველ დიდი წვალებისა და რა ვიცი ახლა მაშინ მართლა შეუძლებელი იყო ამ თანხების მოძიება. ხო და შევძელით დეკემბრის ბოლოს ახალწლებამდე გქონდა ვადა ამ თანხების აკუმულირება და დაფარვა. შევაცვლეთ პირნათლად ეს მოთხოვნა, მივმართეთ მანამდე რომ იქნებ გადაგვივადოთ, იქნებ რაღაც შეღავათი მოგცეთ, იქნებ აი რაღაცნაირად გავძრეთ რომ ბიზნესი ჩერდება, სხვა საშუალება არ აგვაქვს, არავითარი ალტერნატიული. არაფერმა არ გაჭრა, 27-28-ში ჩავფარეთ ეს სესხი და სადაც 30-ისთვის დაგვიბარეს. ლოდარმა მითხრა ჯაფარიძისგან რეკავსო წარმომადგენელი და გთხოვენ შეხვედრას. რა ხდება ნოდარ? კომპანიაში აქციების წილის ყიდვა უნდათ. საკვირველი რა კაცი, რომელმაც წელი გამოგისვა, მოგსპო, გაგანადგურა, ფული წაგართვა, საბრუნავი კი თავისი იყო, მაგრამ იმას ვალდებულებები მოყვებოდა ჩემგანაც და მათ ხრიანაც ხომ კაცო, ესე ხომ არ იყო არა? და თანხა იყო საბრუნავ თანხაზე ლაპარაკი დაახლოებით $3 მილიონი ფარგლებში. მივედით, შევხვდით ჯაფარიძე იყო
იყო ეს სხვებიც. ხო და ახლა ჩვენ გადავწყვიტეთ თქვენი კომპანიაში წილის ყიდვა. ფერები მოგწონს თქვენიო 25%-ის ყიდვა უნდათ რა. ლაპარაკობდით ახლა იქ მენეჯმენტზე, ვინ უნდა მართოს კომპანია, როგორ უნდა მართოს, ქონებების შეფასება რა ღირს. ეს ყველაფერი ორ თვეში გავიარეთ. რომ დავთვალეთ ქონებები 30 მილიონ დოლარამდე ადიოდა ჩემი კომპანიის მაგნატის პროფილური ქონებები. 30 მილიონიდან 7 მილიონ ნახევარი დოლარი უწევდა 25% არითმეტიკა, უბრალოდ. 7 მილიონ ნახევარიო, ახლა აქციონერებად შემოვდივართ, მეგობრები უნდა ვიყოთ, ასე მოკლედ 3 მილიონს გადავიხდითო რა. ესეც 5 წლის შემდეგ. ანუ ოფციას ყიდულობს ფაქტურად ესე გამოდის, ხო და 5 წლის შემდეგ იხდის 3 მილიონ დოლარს. გაჩერებული ვარ, სახსრები არ მაქვს, საბრუნავი, მე სხვა გამოსავალი არ მაქვს. დავთანხმდი ამ 3 მილიონს. ეს იყო პირველი პირის შეცვლა, რაც გააკეთეს, გავაფორმეთ ეს ხელშეკრულება, წინასწარ განზრახულებათა ხელშეკრულება, მემორანდუმი 2009 წლის მარტის 27, მე მგონი არ ვცდები. ხელსაწერს ჩემ მხრიდან ხონებული ნოდარი მე და იმ მხრიდან ვახტანგ ბუცხრიკიძე. პირობად იყო ჩადებული, რომ 5 წლის შემდეგ, როცა კომპანია განვითარდებოდა, ან მე უნდა მეყიდა ის 25%, რაც მათ სურვილი ქონდათ ყიდვისა, ან მთლიანად გაგვეყიდა უცხოელზე. მეთქი მე გაყიდვის სურვილი არ მაქვს. მე ჩემი შექმნილია და სისხლი მაქვს ჩაქცეული. თუ ვიყიდი, მე ვიყიდი მეთქი. პირობაა კიდევ ჩადებული, რომ კომპანიის რებრენდინგისათვის განვითარება, საბრუნავი თანხა, ახალი ავტოგასამართის სადგურების ყიდვა პირველ ეტაპზე 20 მილიონი დოლარი უნდა ჩადონ ამ საქმიანობაში. TBC ბანკის იმ სახელით ხდება ეს ყველაფერი. აი, იქ აქციების გაფორმება მემორანდუმში ჩაწერილია TBC ბანკის სახელზე, მაგრამ ასრულებენ ხაზარაძე და ჯაფარიძე. ეს თანხა წართმეული აქვს, მე არაფერი საბრუნავი თანხა არ მაქვს, ვარ გამოვალ მართლა მდგომარეობაში, კერძო კრედიტერები, ასე თუ ისე იგასამართის სადგურები მუშაობენ, მაგრამ მუშაობენ კონსიგნაციით, ხო და აი ძალიან ისეთი, რა ვიცი, რა დავარქვა ამას სახელი პირობად რა. 4 თვე მოუნდით მოკლედ აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტოს თვემდე ქონებების გადატანას, ერთი. თხოვნა იყო რომ გავაკეთოთ ახალი კომპანია, სააქციო საზოგადოება, სადაც ეს ქონებები გადავა, თავისუფალი ქონებები და ამ მაგნატს ესეც ბოდიში პრიმანკა რა. ხო რომ აქ ახალი კომპანია გავაკეთეთ, ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია, დირექტორად დაინიშნა მათი კაცი, პატონი გიორგი ასლანიკაშვილი, ნოდარ ხადურზე უკვე უარი მითხრეს თანამშრომლობაზე, ფინანსური დირექტორი ის უნდა ყოფილიყო, შეთანხმებით, ანუ მეორედ გატეხეს პირობა. შევთანხმდით, რომ ფინანსური დირექტორის, გენერალური დირექტორის არის TBC ბანკის წარმომადგენელი. 29 მილიონ 600.000 დოლარიანი შეთანხმება ხაღალზე ავსახოთო 11 მილიონ დოლარად. მეთქი. ახლა მეუყვები მეთქი გეუბნებით ყველაფერზე. რატომ წარმომადგენელი გიორგი ქვია, მეგოდი ასლანიკაშვილი, ესე თქვენსო შემებმაო, შემება ჯაფარიძე იყო. უშუალოდ მეტწილად მოქმედებდა ბადრი ჯაფარიძე, მამუკა სულ ერთხელ თუ ორჯერ მყავს ნანახი. ხო რომ ესე თქვენსო, რომ ახლა ფული უნდა გადავიხადოთ ამ ყიდვის დროს, დიდი თანხა უწევდა და რატო დავკარგოთ და მიბმული ამას სისტემები, რაც დანაშაულად ითვლება მაშინდელი კანონმდებლობითა და დღესაც, მაგრამ ინიციატორი იყო, წავყევი და მეც ვარ მონაწილე ამ დანაშაულის. ანუ გაფორდა დასკდობის ხელშეკრულება. აი ამ ქონების გადაცემაზე რომ მოვაწერე მე ხელი ნოტარიუსში, იმ დღეს დამაკავეს. ლევან ზოდელავა TBC ბანკის წარმომადგენელი მიდის რეჟში გაყალბებული მინდობილობით, მე რამდენიმე ტერმინს გეუბნებით, ეს არის დამტკიცებული გამოძიების მიერ. და ითხოვს ამ დასკდობის ხელშეკრულებაში
შეცვლას იმ ხარვეზისას აღმოფხრას, რაც დაადგინა რეესტრმა. ეს მინდობილობა გაცემული ჩემი კომპანიის გენერალური დირექტორის სახელით, მალხაზ ბაბლიძის სახელით, რომელიც აი 6 თუ 5 აგვისტოდან 13 აგვისტოს და შემდეგაც ქალაქში არ იმყოფება. საქართველოში არ იმყოფება. თითქოს ამ ადამიანმა, რომელიც ქვეყანაში არ არის, ამ დღეს 6 თუ 7 აგვისტოს მინდობილობა მიცა ისევ ჩემ თანამშრომელს ამ საქმის ხარვეზის მოსაგვარებლად. იციან რომ მე ქვეყნიდან არ გავალ, ეხლა ოჯახს არ დავტოვებდი და არ გავიქცეოდი, იმიტომ რომ დანაშაული არ მქონდა. ჩემი შვილს უცბად აგვისტოს დასაწყისია დარეკა ერთმა პიროვნებამ იმ სისტემაში მომუშავე და ჯემალ გიორგის იჭერენ და უჩემოთ არ მიხვიდე პოლიციაში მე გამოყვები. დავედი მოგეთ ღამის 12 პირველი საათი იყო თემქაზე მილით პოლიციის სამმართველო დამხდა იქაური არ ვიცი დეპარტამენტის უფროსი იყო თუ მოადგილე ის სამმართველოსი დავით ქოიავა რომელიც ძალიან კარგად მიცნობდა მამამისის სამსახურში მოწყობა თხოვა 3-4 თვით ადრე და ეს კაცი აკეთებს ამ საქმეს ახლა ხო და მითხრა მამას არაფერი არ ეშველება უნდა დავიჭიროთ რატო თემგის მე-11 მიკრორაიონში დღეს ასახელებს რიცხვი არ მახსოვს უსტად გიორგი ლეონიძე ჩემი შვილი კორპუსის წინ დახვდა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელს იარაღი დაადო შუბლზე შენი იაღოველი შეაგინა და ასე შემდეგ აგერ ჩვენება მაჩვენებს იმ ქალბატონი იყო ის სურათ სულ ყველაფერს და გავქნა ამას არაფერი არ ეშველება მოკლედ ერთი კვირა თუ 10 დღე მოუნდი მე თვითონ იმის ვითომ მტკიცებას მაგრამ ვერ დავამტკიცე რომ ამ დღეს მით უმეტეს ამ საათზე გიორგი თემქაზე არ ყოფილა და იქ საერთოდ არ ყოფილა მე-11 მიკროში თავის ცხოვრებაში ნუ რა ვქნათ ასეა ბოლო 13 აგვისტოა ჩემი დაპატიმრების დღე ბოლო იმაზე დაიბარეს ჩემი შვილი დაკითხვაზე გამოკითხვაზე და ეს დეპარტამენტის უფროსი თუ მოადგილე იყო ქოევა და გამომძებელი იყო ნუგზარ სტეფანიშვილი ქოევას უთქვიაო რომ ეს ქოევა შემდეგ ახალ ხელისუფლებაში გარდაბნის პოლიციის უფროსი იყო ქოევას უთქვიაო რომ ლეო ჯემალა თუ მოვაო 4-ს რომ დააკდება 20 წუთიო საქმე დამთავრდება ნორმალურად თუ არაო არ ვიცი რა მოხდება ჩემთვის უკვე გასაგები იყო რაც ხდებოდა მივედი ყოველგვარი მომზადების გარეშე ხო და მე არაფერი არ ვიცი და თუ აქ არ არის ქოევა დაიმალა ხო და გავიდა მოიბოდიშა და გავიდა რა იმ მოსაცდელი ოთახიდან ნუ ამათ არც განმარტება არც ახსნა არც ხელბორკილები წამოვყევი ნუ ასეა წამოვყევი უკან შუაში შავჯიხი იქითაკი წინ ორნი მეყვალეს ფინანსურ პოლიციაში და დამტოვეს მეორე შვილსაც მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში თელი ღამე მოუნდა თუ 24 საათი არ ვიცი იმის დაწერას ექსპერტი დაიბარეს ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებით დაეწერა დასკვნა რომ დაეწერა რომ არის არაფხიზელ მდგომარეობაში ამას დაჭირდა აფიქსირებულია ოფში არც ამას ისე არ ვამბობ და ნუ დააწერიეს განცხადება ისიც წამოვიდა სამსახურიდან და ორივე შვილი დამჭა ასე ჩემი კომპანია გააკოტრეს ის ერთი მაგნატი მეორე ამ სააქციო საზოგადოებას $5 მილიონი ვალე დაუტოვეს მარჩი ჩანიშნა მოსამართლემ ძალიან კარგმა მოსამართლემ პროცესი და სავარაუდოდ საჯარო რეესტრიდან ამოშლილი მაგნატი უნდა აღსდგეს ამ გადაწყვეტილებით
ჩემალ ლეონიძის და მისი ადვოკატის გარდა დღეს სხდომაზე დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. ისინი გუშინ მედიას ემალებოდნენ, ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობდნენ და არ ვიცოდით მათი გადაწყვეტილების შესახებ. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძემ დაწერა, რომ ის დღევანდელ სხდომაზე არ მივა, ამბობს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და პოლიტიკური განცხადება გამოაქვეყნა ამასთან დაკავშირებით. ეს კი მიუხედავად იმისა და იმ ყველაფრის ფონზე, რომ დეპუტატებმა მას არაერთხელ შეახსენეს, როგორც ბადრი ჯაფარიძეს, ასევე მამუკა ხაზარაძეს კანონი იმასთან დაკავშირებით, თუ თავს აარიდებდნენ ისინი სხდომაზე მოსვლას. მადლობა მეგი ნარსავიძე საუბრობდა პარლამენტიდან.